პროტესტის ეშინია ამ მთავრობას, აი რა სამარცხვინო რა, სამარცხვინო. ამერ მოხუცი ქალები მოვედით. მოქალაქეებში აქვთ განცხადებები ცესკოში, რომ ფარულობის დარღვევის გამო მათი ხმა გაბათილდეს და დაინიშნოს ახალი არჩევნები. აქცია დაწყებული არც იყო საორგანიზაციო ჯგუფი, სულ რამდენიმე ადამიანი და აი თქვენ ხედავთ როგორი საპოლიციო მობილიზება გააკეთეს, ჩაკეტეს აი ეს ჭიშკარი, ჩაკეტეს ჩვენს მოგვაქციეს შიგნით, იმიტომ რომ დამატებით მოქალაქეები, რომლებმაც დაიწყეს მოსვლა, რომ შემოერთებოდნენ ამ აქციას და განცხადებებით დაეწერათ ცესკოსი, მეტი არაფერი განზრახვა აქ არ ყოფილა, აი ამისაც კი ეშინია. ძალიან ბევრი ხდება შესაბამისად. არჩევნების ჩატარებას თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ ხმის ფარულობა არის დაგვეული. ჩაგვიკეტეს ყველა კარი, ჩაფხერგეს, გამოვკეტეს 9 კლიჭურში, როგორც თვითონ არიან შეჩვეულები იზოლაციას, ეგონათ რომ ჩვენ ამას დავუშვებდით, მაგრამ ჩვენ ეს არ დავუშვით და გავუწიეთ იმ თანაზომიერი წინააღმდეგობა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე, ქალებს გაუწიეს ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა აქ რამდენიმე ქალი.